მოგესალმებით ორკვირიანი პაუზის შემდეგ თქვენ უყურებთ და უსმენთ ეკაბერიძის რადიო საათს. გადაცემის პირველ ნაწილში ჩემი სტუმრები იქნებიან გორის მე-9 საჯარო სკოლის უკვე ყოფილი პედაგოგი იაბჟალავა და მისი მეუღლე, თავისუფალი დემოკრატების წევრი თამაზ მაყაშვილი. იაბჟალავა ცოტა ხნის წინ სკოლიდან პოლიტიკური მიზეზით გაანთავისუფლეს. გადაცემის მეორე ნაწილში ჩვენ ვისაუბრებთ პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების სპეციალისტთან ექსპერტ სოსო გალუმაშვილთან. შეგახსენებთ ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერს, ეს არის 249 460. თქვენ შეგიძლიათ დარეკოთ სტუდიაში და პირდაპირ ეთერში დაუსვათ შეკითხვა ჩვენ სტუმრებს. ქალბატონია, ბატონო თამაზ, მოგესალმებით. ქალბატონია, თქვენგან დავიწყებ. პირველ რიგში მინდა რომ მოვუთხროთ ჩვენს ტელემაყურებელს და რადიო მსმენელს იმის შესახებ, თუ როგორ მოხდა თქვენი განთავისუფლება. სიამოვნებით. მინდა გითხრათ, რომ მე ვერასოდეს წარმოვიდგენდი თუ თქვენი გადაცემის სტუმარი გავხდებოდი. ნუ შევეცდები რომ დაწურლებით გიამბოთ ყველაფერი რაც იყო. 9 იანვარს, როცა გამოცხადდი სკოლაში, რაღაც ცოტა უჩვეულო დაძაბულობა შევნიშნე თანამშრომლებში. ცოტა ხნის მერე მითხრეს, რომ არ უნდა წავსულიყავი სახლში, დირექტორი მიბარებდა, ასე ვთქვათ. რომ შევედი დირექტორთან, მითხრა, ცოტა ხანი თავი შემეკავებინა, ჩვენი სასწავლო ნაწილი უნდა მოსულიყო, რომელიც თუ მე იმყოფებოდა როგორც მე გაიყვა რესურს ცენტრში და მას უნდა დავლოდებოდი. როცა მობძამდა ეს ქალბატონი, ძალიან შეწუხებული იყო, აშკარად ეტყობოდა, ცოტა დაბნეულიც და გადმომცა ეს დოკუმენტი, რომელიც წავიკითხე რასაკვირველია, სადაც იყო აღნიშნული, რომ 20 იანვრიდან დირექტორი ჩემთან წყვეტდა შრომით ხელშეკრულებას. მე შევედი დირექტორთან და ვთხოვე რამე კომენტარი გაეკეთებინა ამასთან დაკავშირებით და მისი კომენტარი იყო ის, რომ მე რისი თქმაც მინდოდა ამ ფურცლით დაავადასტურე. და მითხრა, რომ მქონდა მას ამის უფლება. ბუნებრივია მის გამიშდა კითხვა და უთხარი, მეც ხომ აქვს უფლება რომ ვიცოდე რატომ. და უთხარი, რომ თქვენ მე არ მიცნობთ, ესეც ბუნებრივი იყო, იმიტომ რომ 3 კვირის მოსული იყო, მხოლოდ 1 თვეც არ იყო. ანუ ეს ხო ახალი დირექტორი. დიახ, ახალი დირექტორი და მე უთხარი, რომ იცით თუ არა თქვენ, რომ მე ვარ სერტიფიცირებული მასწავლებელი, მყავს 4 შვილი. როცა გჭირდება ადამიანს მე საკუთარ რეგალიებსაც წამოწევა ალბათ და ბუნებრივია ამაზეც ისაუბრებ, ხო? და მიდასტურა და მაინც მიიღეთ ეს გადაწყვეტილება, მე ვიკითხები, ნუ ფაქტია რომ მიიღო, ხო? მე რო უთხარი ისიც თუ იცით, რომ თუ კი რაიმე ინოვაციური პროექტი განხორციელებულა სკოლაში, ერთ-ერთი მონაწილე მეც ყოფილი ვარ ამ პროექტისა, რომ არასოდეს არ მქონია პრობლემა არანაირი. და იქნებ თვლით მეთქი, ხა როცა შევამჩნიე დაბნეულობა ამ ქალბატონს და აშკარად ნერვიულობდა და მე ადრეც ვთქვი სხვა გადაცემაში და კიდევ ვიმეორებ, რომ მე ის ძალიან მებრალება იმ წუთში ამას მთელი გულწრფელობით აღნიშნავ. მე მირჩევნია გაცილებით სხვა იყოს იმ მდგომარეობაში და იმასთან მიწევდეს ბრძოლა ვიდრე ამ ქალბატონთან. ჩემთვის ძალიან ძიმია ამისი თქმა, მაგრამ შაოსანი დედა და მე იმდენად განვიცდი ამას, მაგრამ პრაქტიკულად მან სხვა გამოსავალი არ დამიტოვა. ყველაფერზე დამეთანხმა. ხო და როცა უთხარი, რომ მე არასდროს არ მქონია პრობლემა, ესეც ვიცი, ამაზეც მომცა პასუხი და მე თუ კი ასე აპირებდი, ჩვენ ხო გქონდა შეხვედრა ახალ გეგმებზე და პროექტებზე ვსაუბრობდით და თუ კი ამას მიპირებდით, მაშინ რაღაცზე მალაპარაკებდით, მე ვუთხარი. ეს არ იყო ისეთი საკითხი, რომელიც კათედრის სხდომაზე უნდა განხილულიყო. ხო? ნუ ერთ სიტყვით, არანაირი კომენტარი არ გააკეთა, აბსოლუტურად გარდა ეთისა, რომ მქონდა უფლება. მაშინ მე შევახსენე, რომ მეც მაქვს უფლება და მე ვაპირებ ბრძოლას აუცილებლად და თქვენ თუ ხართ ამ გამოწვევისთვის მზად. რახან დამიქნია თავი, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი მზად არის ამისთვის და ბატონო თამაზ, თქვენთვის რამდენად მოსალოდნელი იყო, რომ იმის გამო, რომ თქვენ ხართ პოლიტიკურად აქტიური ადამიანი, ხართ თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი დამფუძნებელი და წევრი, რამდენად მოსალოდნელი იყო, რამდენად იყავით მზად ამისთვის, რომ თქვენი ოჯახის წევრებს ამ შემთხვევაში კონკრეტულად თქვენს მეუღლეს შეექმნებოდა პრობლემა? მოგესალმებით, მეც ასევე მინდა მადლობა გითხრათ ჩვენი მოწვევისთვის. მადლობა მობრძანებისთვის. და მეც მოხარული ვარ, აი მეც გამოთქვა უფრო დიდ სტუდიაში, მოგვიწევს საუბარი. მე რა თქმა უნდა ამისათვის მზად ვიყავი, იმიტომ რომ ეს პრობლემა უფრო აქტიურად იარს განთავისუფლების საკითხი გასულ ზაფხულს დაიწყო
ანუ ეს არ იყო დიახ, გასულ ზაფხულს დაიწყო ეს საკითხი. მე მაშინ შევხვდი ყოფილ დირექტორს ქალბატონ მარინე მახარაშვილს და მე მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ნამდვილად დიდებული ღირსეული ქალბატონია. და მას შემდეგ შევხვდი რესურს ცენტრის ხელმძღვანელს ბატონ შალვას რესელს. და უბრალოდ ვესაუბრე ადამიანის დანიშნულებაზე და ძალიან ზოგადად ვისაუბრეთ რა. დიდი ბოდიში რომ გაწყვეტინებთ, მანამდე რაში გამოიხატებოდა ვთქვათ ზეწოლა? დირექტორმა განაცხადა, რომ მას აიძულებდნენ, რომ გაეთავისუფლებინა ია სამსახურიდან. და როდესაც მე რესურს ცენტრის ხელმძღვანელს ვესაუბრე, მან ფაქტიურად დამედასტურა ეს, მაგრამ ისიც აღნიშნა, რომ მასაც აიძულებდნენ და მან მიმანიშნა კუდისაკენ. მე უბრალოდ ვთხოვე, რომ ეს მოდიოდა გუბერნიიდან თუ სხვა მიმართულებიდან, ეს მაინტერესებდა. მე უთხარი, რომ ვის შეიძლება რომ დაველაპარაკო, მე ყოველთვის იმის მომხრე ვარ, რომ ვინმე დამელაპარაკოს რა. ანუ ჩვენ ხო ადამიანები ვართ, გონიერი ადამიანები და ხომ შეიძლება თავისუფლად დავილაპარაკოთ, ხო? მე უთხარი, რომ თუ ჩემი რაიმე ნაბიჯი არ მოგწონთ, მითხარით, რომ ეს არ მომწონს და მოდი ამაზე ვისაუბროთ რა. ჩვენ ოჯახს რატო დევნით და შემდეგ რო დავშორდით, მე ერთ საათში დამირეკა მე კიდე მან და მე შევხვდით ისევ და მითხრა, რომ მე გავიკითხე ყველაფერი, გავიგე, რომ თქვენი მეუღლე მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო პედაგოგია ქალაქში და იმათაც ვესაუბრეო და ეხლა მისმენს ალბათ და არ ესეამოვნება, მე დღეს ტელეფონზეც ვესაუბრე, მაგასაც გეტყვით მე. და ესეთი პირობით მე ვარო გარანტიო, ანუ თვითონ აიღო ჩემზე პასუხისგებლობა, რომ მე ანუ არ ვიცელქებდი ესე ჭალებში რო ვთქვათ. და დარჩებაო ია სამსახურშიო მithra. ანუ საკითხი ესე დაგიყენეს, რომ უნდა დაანებოთ თავი. აი კონკრეტულად ეგ არ უთქვიათ. მე უთხარი, მე ესე დავშორდი რა, მე როგორც ცხოვრობდი აქამდე, ისევ ეგრე გავაგრძელებ მეთქი. ჩემს საქმიანობას, ჩემს ცხოვრებას. კიდე ერთხელ ვამბობ, რომ თუ რაიმე არ მოგეწონებათ, შევხვდეთ და ვისაუბროთ მეთქი ამას. თუ გნებავთ იმ ხალხთან ერთად შევხვდეთ, ვინც თქვენ გაიძულებენ ამის გაკეთებას. შემდეგ მე შევხვდი ასევე გუბერნატორს ბატონ არსოშვილს. დიახ. მასთანაც ძალიან საინტერესო დიალოგი მქონდა და მინდა აღვნიშნო, რომ საკმაოდ კარგად ვისაუბრეთ ჩვენ და ძალიან კარგი შთაბეჭდილება დამჭა მაშინ მაგ ადამიანზე. და მანაც იგივე მითხრა, რომ ჩვენს რეგიონში არავინ არ დაიჩაგრება და პირობა მომცა, რომ სანამ მე ვიქნები, სიტყვას გაძლევ, რომ ეს არ მოხდებაო, მაგრამ სექტემბერში მე არსოშვილიც აღარ არის გუბერნატორი, მოვიდა ახალი გუბერნატორი ტატიშვილი. დიახ. ხო და ეს საკითხი ეთყობა ისევ დღის წესრიგში ვიღაცამ კომპიუტერი რომ რაღაც ფაილი რო გახსნა, იქ ის გვარი ისევ წაშლილი არ იყო იაბჟალავას გვარი და ანუ ისევ გააქტიურდა ეს საკითხი. და უცბად მე თბილისში სამსახურში ვიყავი, ორშაბათს თბილისში რომ მივედი, მე თბილისში წავედი, ია სკოლაში დავტოვე, გორში ორშაბათს გორიდან რო წამოვედი, ერთ საათში დამირეკა, რომ გამანთავისუფლესო სამსახურიდან. ნუ აი ძირითადად ეგ არის სათავეები ამას კიდევ ცოტა უფრო იქითაც აქვს და ქალბატონო, თქვენ თქვით ერთ ინტერვიუში, რომ ყოფილი დირექტორის მარინა მახარაშვილის მოხსნაც გიკავშირდებათ სწორედ თქვენ. რა მოხდა, როგორ მოხსნეს ყოფილი დირექტორი? ანუ ეს დიდი ხნის ისტორიაა, როგორ ჩანს. დიახ, ეს მთელია ეს პროცესი, ხა რაც დამაზმა ბრძანა, ეს იყო მთელი ზაფხული, მაგრამ რაღაც მომენტში შეწყდა, ასე ვთქვა და ჩვენ როდის მოხსნეს მახარაშვილი და როგორ მახარაშვილი მოხსნეს 3 ნოემბერს თუ არ მეშლება. გენინსპექცია შემოვიდა. დიახ. და ესეც ერთი ფორმა იყო. ასე ვთქვათ, ქალბატონი მარინას მოხსნას რაღაცა სამართლებრივი ფორმა მოუძებნეს. ჩემგან განსხვავებით და ჩემი აბსოლუტურად სხვა შემთხვევაა. შემოვიდა გენინსპექცია, მე რამდენადაც ვიცი, იქ რაღაცა დარღვევები პირად საქმეებში აღმოჩნდა. ანუ ისეთი რაღაცა საფუძვლიანი, ახლა მე ამაზე, რა თქმა უნდა, ძალიან ისეთ დეტალებში ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაცა ფორმა მოძებნეს. ხო
ხო? ხა გორი პატარა ქალაქია და მოგეხსენებათ ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად იცის. ჩემთან ჟურნალისტები რომ მოდიოდნენ, ისინი არ მეკითხებოდნენ თქვენ ხართ მარინას მოხსნის მიზეზი თუ არა. ისინი პირდაპირ მეუბნებოდნენ რომ თქვენ ხართ. ხო, ბუნებრივია, ჩემთვის ძალიან მძიმე ამის აღიარება, მაგრამ სამწუხაროდ მე ვარ მიზეზი. მისი გათავისუფლების. მასთან პირადად თუ გქონიათ საუბარი ამის შესახებ, ანუ მარინა მახარაშვილის გულისხმობ ყოფილ დირექტორს სკოლის. მე თუ მქონია მარინასთან საუბარი. სხვათა შორის მარინას თავიდან გაურბოდა ძალიან ბევრ რაღაცას, ფიქრობდა რომ თვითონ მოაგვარებდა ამ პრობლემას და როგორც მე დავასკვენი, იგი ბოლომდე არ ხსნა. ანუ დაინდო მარინა მის ადამიანები და ჩათვალა რომ ამ პრობლემას აუცილებლად მოევლებოდა. მაგრამ როცა სხვა გზა აღარ გამოჩნდა, იმიტომ რომ ბუნებრივია მე რომ ბრძოლას დავიწყებდი და არ გავჩუმდებოდი, მარინამ ძალიან კარგად იცოდა და მე უთხარი მარინას რომ აუცილებლად თქვენზე გადატყდება ჯოხი. ყველა შემთხვევაში, ყველა ხელს დაიბანდა და იტყოდა რომ ეს როგორც ახლა ამბობენ, რომ სკოლა სააქ ავტონომია და რესურს ცენტრის დირექტორი თურმე საერთოდ არ ერევა სკოლის საქმიანობაში და თურმე ჩვენი რესურს ცენტრის დირექტორის შემთხვევით იგებს ყურმოკრულად რაღაცას ჩემს ინფორმაციას და არადა ეს მის კაბინეტში გადაწყდა. იმის კაბინეტიდან გამოვიდა ეს ფურცელი, რომელიც მე გადმომცეს. და ოფიციალური მიზეზი, რის გამოც განთავისუფლებენ, თქვენთვის არავის არ უთქვამს, ხო მას? არავის არ უთქვამს, როგორი გასაოცარიც არ უნდა იყოს. იყო მითითებული 38 მუხლის საფუძველზე მოხდა ჩემი გათავისუფლება და მე ვთხოვე დირექტორს, ჩემთვის როგორი მძიმე მოსასმენიც არ უნდა ყოფილიყო, მე მერჩივნა თუნდაც ერთი არგუმენტი ჩემი გათავისუფლებისა ეთქვა, მაგრამ ნუ ამაზე რა საჭიროა საუბარი. და ამით მორჩა ჩვენი საუბარი. ბატონ თამაზ, თქვენი ინფორმაციით რეგიონში ეს ერთადერთი გამონაკლისი შემთხვევაა დაუშვათ, როდესაც პოლიტიკური მოტივით ანთავისუფლებენ პედაგოგს სამსახურიდან, თუ იყო თქვენს გარშემო სხვა მსგავსი შემთხვევა? რა თქმა უნდა, ეს გამონაკლისი შემთხვევა არ არის და ალბათ ერთ-ერთი სტიმული ჩვენია ესეთი ბრძოლის, ეგეც არის, რომ მარტო ჩვენ არ ვართ ამ დღეში და ძალიან ბევრი საჯარო სამსახურის თანამშრომელი დაითხოვეს სამსახურებიდან სხვადასხვა მიზეზებით, მაგრამ ძალიან ბევრი მათგანი აი ახლა წერილები მოგვდის ძალიან ბევრი, რომ ახლა ნანობენ, რომ რატო თავის დროზე ხმა არ ამოვიღეთ და რაღაცა ეს თითქოს შიშის სინდრომი მოქმედებს დღეს და განსაკუთრებით რეგიონებში ეს ძალიან მძიმედ აისახება ხალხის განწყობაზე. და ქალბატონი ნანა მეტრეველი, რომელიც ჩემთან ერთად იყო პირდაპირ ეთერში, რადიო უпроსორად ტელეკომპანია ტრიალეთზე არა, ზუსტად ანალოგიური მიზეზით არის განსხვავება, მაგრამ ჩვენ შორის უბრალოდ გათავისუფლების ფორმებში, პრინციპში არც იყო განსხვავება, თითქმის და საქმე იცით რაშია, ქალბატონო ეკა 2000 რომელი წელი იყო ადგილობრივი არჩევნები? 2008 წელს მეცხრე საშუალო სკოლაში ია იყო კომისიის წევრი, საარჩევნო კომისიის წევრი. როდესაც არჩევნები დამთავრდა, მაშინ ჩვენ ალიანსი საქართველოსთვის მონაწილეობით ამ არჩევნებში, როდესაც და პირადად მე მაშინ არც კანდიდატი ვიყავი, ეს პირდაპირ მეთოდი, ჩვენი სია და ჩვენი მაჟორიტარი ყავდა. როდესაც არჩევნები დამთავრდა, რა ვიცი, ამას მოკლედ ჯობია ია მოყვეს რა მოხდა საარჩევნო კომისიაში. ეს იყო საწყისი. ან თქვენ ადგილობრივ არჩევნებს აი ამ არჩევნებზე დიახ. მოკლედ. ხო, ჩემთვის ძალიან მძიმე გასახსენებელი. ან თქვენ პირადადაც გაქვთ პოლიტიკური ძალაბრაზე ზოგიერთები ასე ვთქვათ. რატო ვთვლი მე საჭიროთ რომ მოყვეს, იცით? ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დღეს, დღევანდელ სიტუაციაში ჩვენი ბრძოლის ერთ-ერთი მიზანი არის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება საქართველოში. ჩვენ გეგმაში შედის არჩევნებით შეცვლა ამ ხელისუფლების და ამას დიდი მნიშვნელობა აქვს რომ იმ ხალხმა, ვინც უშუალოდ შეხებაში არიან ამ საარჩევნო ადმინისტრაციასთან, ცოტა მეტი პასუხისგებლობა იქონიონ. ანუ ჩვენ ვსაუბრობთ ხარა 2008 წელს, არამედ ადგილობრივი არჩევნების შესახებ. ადგილობრივი არჩევნების შესახებ. შევიყვანო მაყურებელი და მსმენელი, რა მოხდა ქალბატონოია?
ჩვეულებრივად მიდიოდა არჩევნები, თავიდან მინდა აღნიშნო, რომ არანაირ ექცეს ადგილი არ ქონია, ესეთი რაღაცა მნიშვნელოვანი არაფერი ყოფილა, მაგრამ როცა დაიწყო ხმის დათვლა და უკვე გარკვეული შედეგები დაიდო, აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთ ოპოზიციურ პარტიას ქონდა ხმების ძალიან რაღაც გარკვეული რაოდენობა და ეს იყო 67 ხმა. 67. შეიძლება გაგეცინოთ ახლა ეს ის ხმების რაოდენობა, რომ ამაზე შეიძლება იბრძოლოს ადამიანმა, მაგრამ იყო კატეგორიული მოთხოვნა ამ ხმების გაბათილებისა. ხაზგასმით მინდა აღნიშნო, არანაირი სიმპათია ამ პარტიის მიმართ არ გამაჩნია პირიქით. დიახ. მაგრამ და ეს იმდენად წარმოუდგენელი იყო, მე ჯერ ვერ გავაცნობიერე, რას მეუბნებოდნენ და მე თქვეს, რომ უნდა ვაჩვენოთ ნული, ასე ვთქვათ, და ეს ხმები გადანაწილდებოდა ოპოზიციურ პარტიებზე. რაც ჩემთვის იყო ყოვლად მიუღებელი. მე ისიც კი ვთქვი, ეხლა ამ წუთში მე რომელ პარტიასაც წარმოვადგენ, ვთქვათ, სიმბოლურად ამ არჩევნებზე, აბსოლუტურად მაგას რომ ისეთ, მე ამაზე ვერ წავალ ვერაფრით და უმტკიცებდი, რომ აქ არაფერ შუაში არ არის პოლიტიკა. აბსოლუტურად მე ჩემს ადამიანურ პრინციპებს ვერ უღალატე და ამიტომ ვერ მოვაწერე ხელი. ну იქ იყო რომ ხელფას ვერ ავიღებდი, არ მინდოდა. თუ გახადეთ მაშინ საჯარო ეს ინფორმაცია? ეს ინფორმაცია არ გავხადე საჭიროდ, იმიტომ რომ მე მაშინ გავიმარჯვე. გასაგებია. ანუ ის შედეგი აისახა, რა შედეგიც იყო რეალურად. ამიტომ ამაზე ხმაური სატეხვა არ ჩავთვალე საჭიროდ. ხა ის შიდა სამზარეულოდ ჩავთვალე და ფაქტი იყო რომ მე არ მოვაწერე, ანუ ეს ოქმი ვერ გაყალბდა, ასე ვთქვათ. ფაქტია ის, რომ თქვენივე პოლიტიკური წარსულის თუ თქვენი მეუღლის ამჟამინდელი პოლიტიკური კარიერის გამო განთავისუფლებული ხართ სამსახურიდან. მე მაინტერესებს, როგორ აპირებთ თქვენი უფლებების დაცვა. საერთოდ ვინმე თუ მოგმართათ, ან სახალხო დამცველმა, ან რომელიმე არასამთავრობო? კი, სხვათა შორის და სამინისტრო დაინტერესდა ამით. სამინისტროს მხრიდან ჯერ ინტერესი არ ყოფილა, თუმცა ჩვენ გავაგზავნეთ წერილი. სახალხო დამცველის მინისტრს გაუგზავნეთ წერილი, სახალხო დამცველის წარმომადგენელი დაგვიკავშირდა, არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის პედაგოგთა ასოციაცია დაგვიკავშირდა, არის გამოხმაურება ჟურნალისტების მხრიდან, სხვადასხვა გაზეთი, ტელევიზია, რა თქმა უნდა, არასამთავრობო თავისთავად ცხადია, ხო, ასე რომ რეკავენ აბსოლუტურად უცნობი ადამიანები, სოციალური ქსელით მიკავშირდებიან, ჩემს ბავშვებზე ვერაფერს ვერ ვიტყვი, ისინი ხო ძალიან აქტიურობენ და უღრმესი მადლობა. ბრძოლას ნამდვილად ვაპირებ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ბუნება არ არის თითქოს ისეთი, შეიძლება ხო ჩემი ახლობლები რომ ეყურებენ, გაუცებულები არიან, მაგრამ რაღაც განსაცდელი აწვრთობს ადამიანს და რაღაც საოცარ ძალას გაძლევს. მე ეს გულშემატკივრები მიმყარებენ ზურგს და სასამართლოში თუ აპირებთ რომ მე უბრალოდ იცით რა არის ქალბატონიკა, არა მაქვს მორალური უფლება გაჩუმებისა. მე როცა ბავშვს ვეუბნები, რომ ის იქ უნდა იდგეს ხმალა მოწუდილი, სადაც უსამართლობა ფეხქვეშ ითელება, სადაც სიმართლე გაბეჭავებულია, მე არ მინდა ჩემი გაკვეთილი სადღეგრძელოს დაემსგავსოს, სწორად გამიგეთ რა. მე უნდა ვიყო მაგალითი ამ ბავშვებისა. მე არ ვიცი რითი დამთავრდება. ხა ძალიან ბევრი სკეპტიკოსი მეუბნება, რომ არაფერი არ გამოვა. მე ასე არ ვფიქრობ, მაგრამ რომც არ გამოვიდეს, მე ჩემს სინდისთან ვიქნები მართალი. ის წინაშე ვიქნები მართალი, რომ ბოროტებასთან ვერ დავზავდები ვერანაირად და იმ ბავშვებთან. ამიტომ მე არა მაქვს უფლება, კიდე ხაზი მინდა გაუსვა, რომ არ ვიბრძოლო, უნდა ვიბრძოლო. სანამ ძალა მეყოფა. ბატონ თამაზ, როგორ ფიქრობთ, არიან თუ არა დღეს ოპოზიციური პარტიები, თუნდაც თქვენი პარტია საკმარისად აქტიური იმისთვის, რომ აი ამ შემთხვევაში თავიანთი მხარდამჭერების თუ უბრალოდ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების უფლებები დაიცვან, რომლებიც შეიძლება მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდნენ. არიან ისინი საკმარისად აქტიურები ამისთვის? ძალიან საინტერესო კითხვა არის, დიდი მადლობა. მე თვითონაც ვფიქრობდი ამ თემაზე რომ ესაუბრა. მე მიმაჩნია რომ დღეს იმაზე ლაპარაკია, იას წერილი მოუვიდა, უბრალოდ ქალბატონი ანთაძის კედელზე დაიწერა ეგეთი წერილი, რომ ესეთი ადამიანები რომ არსებობენო, ჩვენ გადავრჩებითო. მე მინდა ყველას უთხრა ეს თქვენი მაღალი ესე თქვა ტრიბუნიდან, რომ ჩვენ გადავრჩებით, ეს სიტყვა ჩვენი ლექსიკონიდან უნდა ამოვაგდოთ. ჩვენ გადავრჩით, ჩვენ უკვე გადარჩენილები ვართ. ჩვენ შეიძლება ეს დასაწყისი იყოს ჩვენი
ქვეყანა გაბწყინების მოლოდინშია. მე აი ამას ძალიან გულწრფელად ვამბობ და გულწრფელად მჯერა ამისი. ჩვენ გადავრჩით თვითონმა ადამიანმა თვითონ უნდა გადაერჩინოს თავისი თავი. მე არ მგონია მიუხედავად იმისა, ია დარჩება თუ არა სკოლაში სამუშაოდ, ჩვენ დამარცხებულად მაინც არ ჩავთვლით თავს. მე ვფიქრობ, რომ საქართველო გადარჩა, იმიტომ რომ დღეს ხალხმა დაძლია უკვე შიშის სინდრომი. დღეს შიშის სინდრომი უნდა დაძლიოს ხელისუფლებამ. ხელისუფლება არის უფრო შეშინებული და შეშინებული მოქმედებენ. ეს მათი მოქმედებიდან ჩანს. იმიტომ რომ თუ მე ერთი რიგითი წარმომადგენელი საქართველოს, ერთი რიგითი გორელი კაცი, 4 შვილის მამა, ოჯახის მამა და მე ვამაყობ ჩემი ოჯახით, ჩემი შვილებით, 4-ვე ერთი არის სკოლის მოწაფე, მე 12 კლასელი, 3 ერთი უმაღლესი სწავლობს, ორი მაგისტრატურაში და ძალიან ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრობენ, საკმაოდ წარმატებულები არიან თავის საქმიანობაში და მე ვამაყობ, რომ ესეთი ოჯახი შევქმენი და მე ვფიქრობ, რომ მეც თვითონაც ერთ-ერთი ჩემი ოჯახი, ერთ-ერთი ჯანსაღი ადგილია დღეს საქართველოს კედელში და თუ ესეთი ოჯახი იდევნება დღეს საქართველოში, მაშინ ეს მავანი, ვინც დევნიან ეს შეშინებული ადამიანის ქმედებაა და მე ვთხოვ მათ, რომ დაძლიონ შიში. მე ასევე მინდა ვთხოვ მათ, რომ დაგვტოვონ ჩვენ პოლიტიკოსები ამ საარჩევნო ბრძოლის ველზე მარტო. დაგვტოვონ ჩვენ ნაციონალურ მოძრაობასთან პირისპირ მარტო, ნუ ჩაერევიან, ნურც კუდი, ნურც სოდი. მოდით თავისი საქმე მიხედოთ. მე ვერ თანხმები იმ აზრს, რომ პირველ რიგში კრიმინალი უნდა აილაგმოს და ამაში რაღაცა გარკვეული წარმატებები არის. მე ვიზიარებ იმ წარმატებებს, რაც ამ ხელისუფლებამ, რასაც მიაღწია ამ ხელისუფლებამ. მე მინდა მიუმართო, ალბათ ესე არავის არ მიუმართავს პრეზიდენტისთვის. ჩემო პრეზიდენტო, მინდა გთხოვოთ, რომ დაძლიოთ შიშის გრძნობა. პირველ რიგში თქვენ და მე შემდეგ თქვენმა გარემოცვამ და ჩვენთან ერთად იყოთ, ხალხთან ერთად და ჩვენ ერთად გავემარჯვებთ. ძალიან დიდი მადლობა ბატონო თამას, ქალბატონო ია ბჟალავა და თამას მაყაშვილი იყვნენ ჩვენი სტუმრები. გადაცემაში რეკლამის დროა, რეკლამის შემდეგ სოსო გალუმაშვილთან ერთად დაბრუნდებით. თქვენ უყურებთ და უსმენთ ეკაბერძის რადიო საათს, სოსო გალუმაშვილია ჩვენი სტუმარი, 249-460-ია ჩვენი ტელეფონის ნომერი, თქვენ შეგიძლიათ დარეკოთ უფასოდ და დასვათ შეკითხვა პირდაპირ ეთერში. ბატონო სოსო, მოგესალმებით. მოგესალმებით. პირველ რიგში დღეს გავრცელებული ინფორმაციის შესახებ მინდა დაგისვათ შეკითხვა, რომლის მიხედვითაც პოლიტიკური თანამდებობის პირებს წინა საარჩევნო აგიტაციის დროს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების უსასყიდლოდ ან შეღავათიანი პირობებით გამოყენება შეეძლებათ. კანონმდებლობის თანახმად პოლიტიკური თანამდებობის პირები არიან პრეზიდენტი, პარლამენტის წევრი, პრემიერ-მინისტრი, მთავრობის სხვა წევრები და მათი მოადგილეები, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები, მათივე მთავრობათა ხელმძღვანელები, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი და აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი, სახელმწიფო რწმუნებული, გუბერნატორი. მე მაინტერესებს, რას ნიშნავს თქვენი აზრით ასეთ შეღავათის დაწესება? ანუ ხომ არ არის ეს პირველი ნაბიჯი, ღია ნაბიჯი პრინციპში იმისკენ, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება გაოფიციალურონ, ასე ვთქვათ, და შეეძლოთ ოფიციალურად. რასაკვირველი არის და ეს რამდენიმე ხნის წინ მკითხეს, რომ აი ეს კანონი, რომელიც მიიღეს პოლიტიკურ პარტიების შესახებ და პოლიტიკური გაერთიანების შესახებ, შესაძლოა თუ არა რომ შეიცვალოს მომავალში და მე მაშინ გავეცი პასუხი, რომ აუცილებლად შეიცვლება, იმიტომ რომ კანონი თვითონ არის ძალიან ხისტი და პრობლემებს უქმნის არა მარტო ოპოზიციურ პარტიებს და გარკვეულ გაერთიანებებს პოლიტიკურს, არამედ უქმნის თვითონ ხელისუფლებას და სახელისუფლებო პარტიას. სწორედ ეს პირველი ნაბიჯია იმისკენ, რომ კანონის სიხისტე გარკვეულწილად შეცვალონ. იმიტომ რომ თვითონაც უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნენ ამ კანონის მიღებით და არა მარტო აი დღევანდელი მიღებული შესწორება, არამედ უკვე ძალიან ბევრი დათქმა გახდა საჭირო და განმარტება უკვე პოლიტიკური თანამდებობის პირებიდან და თვითონ კანონმდებლებიდანაც იმის ასახსნელად თუ რა წერია ამ კანონში. პირველ რიგში
მაგალითად მოვიყვან იმასთან დაკავშირებით, რომ ფიზიკურ პირებს 60,000-ზე მეტის გაცემა არ შეუძლიათ. ეს არის ძალიან პრობლემური საკითხი, რომლის მიხედვითაც მოხდა დაზუსტება, ოღონდ არა კანონქვემდებარე აქტით, არამედ გარკვეულად განმარტებით, რომ პოლიტიკურ პარტიებთან მდგომ პირებს შეუძლიათ კრედიტების აღება და დაახლოებით 60,000. ჩვენ მივიღებთ ალბათ ისეთ სიტუაციას, რომ ყველა შენატანი მოხდება ალბათ კრედიტების აღებით. ანუ საბოლოო ჯამში გარკვეული ობობას ქსელი დაიქსახსა ამ კანონით, რომლიდანაც გამოძრომას ახლა როგორც ოპოზიციური, ასევე სახელმწიფო პარტიები შეეცდებიან. მაგრამ რა ეფექტის მიღწევას ცდილობს ამით თქვენი აზრით ხელისუფლება? ანუ თუნდაც ეს დღევანდელი რაც შეეხება სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებას, ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ანუ შეზღუდვები დარჩება ცალმხრივად და ნაციონალური მოძრაობა შეეცდება მხოლოდ თავისთვის შეარბილოს თავისივე მიღებული ცვლილებები. რასაკვირველია ამ შემთხვევაში რამდენად მიღწევადია ეს მათთვის? ნუ ის ეფექტი რაც მათ 2/3 მათ აქვთ პარლამენტში და აქედან გამომდინარე ყველაფერი შესაძლებელია რომ მათ გარკვეული ცვლილებები მოახდინონ. თუმცა ჩვენ არ უნდა დაგვაუწყდეს რომ ყველა არჩევნები უნდა შეფასდეს სამი ჯადოსნური სიტყვით. ეს არის სამართლიანი, დემოკრატიული და გამჭვირვალე. ამ შემთხვევაში ვერცერთ სამ პარამეტრს, რომელიც მე ახლა ჩამოთვალე, ვერ აკმაყოფილებს ასეთი ტიპის დებულებები, რომელიც კანონში იქნება ჩადებული. ამიტომ ეს ცვლილებები არის გარკვეული ეგრეთ წოდებული ქვეშ გამოძრომა იმისათვის, რომ კანონის გარკვეული ინტერპრეტაცია მოხდეს, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ პირველ რიგში საერთაშორისო ზეწოლით და მერე უკვე გამოფხიზლებული ოპოზიციის ზეწოლად ესეთი ტიპის დებულებები კანონ პროექტში აუცილებლად შეიცვლება. რა გაძლევთ ამის თქმის მაძლევს, რადგანაც პრინციპში ხდება პირიქით, ანუ ყოველდღე არის ახალი სიურპრიზი კანონთან დაკავშირებით, რომელიც არ ვიცი ვთქვათ რამდენად უზრუნველყოფს კონკურენტულ საარჩევნო გარემოს. გასაგებია, მაგრამ თითეული სიურპრიზი და ეს მას შემდეგ რაც ამერიკის ელჩმაც არც ისე დიდი ხნის წინ ახალ წლამდე გააკეთა. სწორედ ამერიკის ელჩის განცხადება მაძლევს ამის საფუძველს, რომ ამერიკა დააკვირდება და ევროპა ამ არჩევნებს უფრო მეტი დამზერით, ვიდრე ეს ხდებოდა წინა არჩევნებზე. რადგან ნებისმიერი ჩვენი სტუმარი, რომელიც იმყოფებოდა საქართველოში, პირველ რიგში ამბობს ერთ ძალიან მნიშვნელოვან ფრაზას, რომ ეს არჩევნები იქნება ტესტი დემოკრატიისთვის. თქვენ თუ დააკვირდებით, წინასაარჩევნო კამპანიები დაწყებულია და დაწყებულია საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან დაკვირვების პროცესი. თუ ადრე, მხოლოდ 2-3 თვით ადრე ხდებოდა ხოლმე დაკვირვება, გარკვეული განცხადებები, ახლა უკვე 1 წლით ადრე ის სტრუქტურები, რომლებიც მნიშვნელოვანი არიან საქართველოსთვის, ისეთი სახელმწიფოები, როგორც ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც არის ევროკავშირი, როგორც არის ნატო, ის სტრუქტურები უფრო ადრე იწყებენ დაკვირვებას, რადგან ყველა მიცის, რომ არჩევნები არ არის არჩევნების დღე და არჩევნები იწყება და მთავრდება არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე. არჩევნების დღე ალბათ უბრალოდ გაფორმებაა იმ სიტუაციის და იმ რეალობის, რომელიც იმ დღეს იქმნება. გასაგებია, მაგრამ რამდენად რაში ჩანს ის, რომ ოფიციალური თბილისი, ანუ ხელისუფლების მხარე ითვალისწინებს, ან არის მგრძნობიარე ამ მითითებების, რჩევების თუ თუნდაც დაკვირვების მიმართ. დღევანდელ დღემდე, ანუ ფაქტებიდან გამოვიდოთ. თუნდაც ის, როდესაც გარკვეული ცვლილებები მოხდა უკვე მიღებულ კანონში, ეს მაფიქრებინებს იმას, რომ ისინი ძალიან მგრძნობიარე არიან არა იმდენად შიდა საზოგადოების განცხადებებს. დიახ, როდესაც მოიხსნა ერთი რომელმაც ბევრი გაუგებრობა შექმნა და ეს გაუგებრობა და კიდევ ერთი რაღაცა მაფიქრებინებს, რომ არის გარკვეული დიდი ჯგუფი თვითონ მართლ პარტიაში, რომელიც ჯანსაღად უყურებს პროცესებს და იცის, რომ ნებისმიერი ესეთი დათქმები კიდევ უფრო მეტ რეაქციას გამოიწვევს საზოგადოებაში და საზოგადოების მხრიდან მოყვება არასწორი და მძიმე რეაქცია და ჩვენ ვნახეთ ეს თუნდაც სოციალურ ქსელებში რა რეაქცია მოყვა ასეთ ამ კანონმდებლობის ცვლილებას და
კიდევ ერთი რაღაცა, რომ მართლმა პარტიამ არჩევნებამდე უნდა მიაღწიოს ღირსეულად. თუ ღირსებას დაკარგავენ, მაშინ მათი ელექტორატიც მათთან ნდობას დაკარგავს. და ჩვენ ნელ-ნელა ვატყობთ და კვლევებიც კარგად აჩვენებს, რომ ბიძინა ივანიშვილის შემოსვლიდან არა მხოლოდ ოპოზიციური სპექტრის ხმები წაიღო მან და მათი თქვათ მათში პოპულარული, არამედ გარკვეული გადადინება მოხდა მართველი პარტიის მომხრეებისაც. კერძოდ რაში ჩანს ეს? კვლევებში ძალიან კარგად ჩანს, რომ კვლევები უფრო მეტად აჩვენებდა იმას, რომ ივანიშვილმა და მასთან მყოფმა პოლიტიკურმა ძალებმა წაიღეს დანარჩენი ოპოზიციის ხმები. არა, იქ არის ისეთი პროცენტები დაფიქსირებული, რომ მხოლოდ ოპოზიციას არ ეკუთვნოდა, არის დაახლოებით 10%, რომელიც არის მერყევი ელექტორატის, რომელიც გადაიყვანა და გადაიბირა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მომხრე პარტიებმა ამ შემთხვევაში. სხვათა შორის, ამ შემთხვევაში აი ესეთი ტიპის გაუგებრობები არა მარტო მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების არჩევანზე ახდენს გავლენას, არამედ ძალიან სუყე ელექტორატზე, რომელიც არის ეგრეთ წოდებული მერყევი ელექტორატი და რომლისთვისაც საბოლოო ჯამში ხდება მთელი ეს ბრძოლა, საკვანძო დაახლოებით 30-დან 40%-მდეა ასეთი ზოგადად არჩევნების დროს, ალბათ ამჟამად თუ კვლევებს ვენდობით არის 30%-მდე და სწორედ ეს 30% ძალიან ყურადღებით აკვირდება პროცესებს და შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილება. ამიტომ თუ უნდათ რომ არ დაკარგონ ეს მერყევი ელექტორატი და მათ მიცენ ხმა, მათზე არის ძალიან სერიოზულად სამუშაო. არ მუშაობს თქვენი აზრით ხელისუფლება ამ ელექტორატზე, რადგან საქართველოს პრეზიდენტი არის ძალიან აქტიური, მას დიდი ხანია დაწყებული აქვს საარჩევნო კამპანია. ის არ ერიდება, ვთქვათ, ოპოზიციის ლანძღვას. ფიქრობთ, რომ ეს არ არის მისი მხრიდან საკმაოდ ეფექტური პიარი, სწორედ ამ ელექტორატის ხმების მოსაპოვებლად? ფიქრობ, რომ მართლა ძალიან აქტიურად მუშაობს. და მეორე მხრივ არის საკმაოდ პასიურობა ივანიშვილის მხრიდან, რომელმაც სხვა შორის გუშინ დაამშვიდა თავისი მომხრეები, რომ ნუელიან მისგან განსაკუთრებულ აქტიურობას, რადგან მას აქვს ყველაფერი უკვე გადაწყვეტილი და ყველაფერი მოფიქრებული. დიახ, პირველ ნაწილზე გიპასუხეთ, პირველ რიგში რასაკვირველი მუშაობს, მაგრამ მთელ კამპანიას თუ დაუკვირდებით, სტრატეგია არის სწორედ მომხრეებზე მიმართული. ლექსიკის ცვლილებაც გარკვეული პოზიტიური ლექსიკიდან, სიტყვების მარაგიდან გადავიდა გარკვეული უკვე ურჩხულები, ზომბები, მუმიები და ასე შემდეგ გადავიდა აქეთკენ. ძირითადად ეს ხდება სწორედ მისი ელექტორატის გასამხნევებლად. ანუ მთელი ეს კამპანია, რომელიც 3 თვის განმავლობაში სააკაშვილის მხრიდან მიმდინარეობს, არ არის სხვა ელექტორატის სხვა ნაწილზე მიმართული. მხოლოდ და მხოლოდ არსებული შენარჩუნებაზე ლაპარაკი. ამ ეტაპს მაგრამ ეს არც ისე ცოტაა, ბატონო. რასაკვირველია, ცოტა არ არის, მაგრამ ალბათ და სხვათა შორის ნაციონალური მოძრაობა ცნობილია სწორედ იმით, რომ ისინი მუდმივად ახორციელებენ ძალიან ესეთ ეგრეთ წოდებული კვლევების პანელს და იქ ალბათ არის ესეთი მონაცემები, მე არ მაქვს სამწუხაროდ ასეთი მონაცემები, რომ მომხრეებში არის დაბნეულობა. ამიტომ მთელი ეს 3 თვე, როდესაც გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი, მიხეილ სააკაშვილმა მოანდომა და მისმა გუნდმა სწორედ მომხრეებზე მუშაობისთვის. ჯერჯერობით ისინი მერყევ ელექტორატზე არც გადასულან, კულუარულად რა ხდება ძალიან ძნელი სათქმელია, თუმცა ღია წყაროებიდან გამომდინარე, რასაც ჩვენ ხედავთ ტელევიზიით, რადიოთი, პრესით, ინტერნეტ გამოცემებით, ძირითადი მიმართულება არის, რომ შევინარჩუნოთ დღევანდელი არსებული ელექტორატი. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ გამოსვლას, ძალიან საინტერესო იყო და დაადასტურა ის ეჭვებით, რომელიც მე თვითონ მქონდა, ის არ ჩქარობს. მაგალითად, ნაციონალური მოძრაობის განსხვავებით, მას უკვე რაღაცა გარკვეული თავისი ელექტორატი შექმნა, გარკვეული ფანები ყავს, ანუ ის მომხრეები, რომელშიც ის ძალიან პოპულარულია, რომელიც ვერასოდეს ვერ გახდებიან მიხეილ სააკაშვილის მომხრეები და ნაციონალური მოძრაობის და ის არ ჩქარობს. და კიდევ ერთი ძალიან საინტერესო. რამდენად სწორია თქვენი აზრით ის, რომ არ ჩქარობს? ერთი არის სწორია თუ არასწორია და მეორე არის თვითონ ბუნებიდან გამომდინარე ბიძინა ივანიშვილი არის კრიზის მენეჯერი.
ის კრიზისებში უკეთესად გამოიყურება, ვიდრე და უკეთესად გზნობს თავს და მისი მოღვაწეობას ბიზნესში სწორედ აი ამის ძალიან კარგი ახსნას გვაძლევს. ის კრიზის მენეჯერია და ის პირიქით ცდილობს, რომ შეიქმნას გარკვეული კრიზისები, რადგან ის თავს გზნობს კრიზისში უკეთესად, ვიდრე ჩვეულებრივ წყნარ დაალაგებულ ალბათ დემოკრატიულ შვეიცარიაში იგრძნობდა ასე. ანუ ის პირიქით ცდილობს, რომ თავისი სტრატეგია ააგოს თავისი მოწინააღმდეგის სისუსტეზე და აქედან გამომდინარე ის რეაქტიულია. ალბათ დადგება გარკვეული პერიოდი, ალბათ ეს იქნება ზაფხულის მეორე ნაწილში, იქამდე მე ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილი არ რეაქტიურებს და პირიქით გამოიყენებს იმ შეცდომებს, რომელსაც უშვებს ნაციონალური მოძრაობა და ამ შემთხვევაში პრეზიდენტი. ანუ რამდენად სწორია ბატონო სოსო ის, რომ ივანიშვილი, როცა ივანიშვილს ამფასებ გულისხმობ მის გუნდს, არ თამაშობს ხელისუფლების მოედანზე. ანუ არ ხდება გამეორება იმ ტექნოლოგიების, რასაც თქვათ ნაციონალური მოძრაობა ხმარობდა, იყენებდა წლების მანძილზე, რასაც იყენებენ დღესაც. რამდენად ეფექტური იქნება ეს შედეგის მისაღწევად, რადგან მოსახლეობის ერთი ნაწილისთვის ნაციონალური მოძრაობის და მიხეილ სააკაშვილის პიარ ტექნოლოგიები, პოლიტიკური ტექნოლოგიები რაღაცნაირად იქცა სტერეოტიპად, ანუ არსებობს სტერეოტიპი, რომ აი იმისთვის რომ წარმატებას მიაღწიო პოლიტიკაში, უნდა მოიქცეს სწორედ ასე. დიახ. ამ შემთხვევაში როგორ ფიქრობთ, რამდენად შედეგობრივად რამდენად სწორი იქნება ივანიშვილის არჩევანი ის, რომ ის არ თამაშობს ამ თამაშს, ანუ ის მიდის სხვა წესებით. ძალიან კარგი კითხვაა და ალბათ გარემოშიც არსებობს ესეთი სამწუხაროდ საზოგადოება გახდა ძალიან ეჭვიანი. ნუ სამწუხაროდ რა რეალობაა, იქიდან გამომდინარე რა გზაც გავიარეთ, ხო? თუნდაც ბოლო 8 წლის განმავლობაში. ეს კითხვა ჩემი თავისთვისაც ხშირად დამისვავს, რომ შესაძლოა თუ არა ის ფაქტი, რომ ბიძინა ივანიშვილი თამაშობდეს თქვათ მართველი პარტიის თამაშს. და არა, გულისხმობ ფორმებს ბრძოლის ამ შემთხვევაში. ფორმები გარკვეულად განსხვავებულია. ის ინფორმებს არის მეორებს და კიდევ ერთი ძალიან არის მეორებს და არც გაიმეორებს, იმიტომ რომ ესეთი ლიდერი უკვე ასეთი შემართებული, მოძრავი, ესეთი უკვე ჩვენ ვნახეთ ამ 8 წლის განმავლობაში და მისი გამეორება ივანიშვილისთვის იქნება გარკვეული მინუსები, იმიტომ რომ პლუსები რაც აქვს მიხეილ სააკაშვილის აი ესეთი ტიპის საზოგადოებასთან ურთიერთობას, აქვს გარკვეული მინუსებიც. რასაკვირველია, თუ ჩვენ ვნახავთ 2010 წლის კვლევის შედეგებს და გადავხედავთ და გავიხსენებთ, მაშინაც მოთხოვნა საზოგადოებაში იყო ძირითადად მშვიდ გაწონასწორებულ ლიდერზე და გახსოვთ კიდევაც გიგი უგულავას გარკვეული ტრანსფორმაცია აქტიური მგზნებარე პოლიტიკოსიდან რაღაცა მეურნე დამშვიდებულ დაწყნებულ. ანუ საზოგადოებაში დღეს დაწყნარებული იმიჯი ერთია, მაგრამ ეს ხო ძალიან აგრესიული პიარ კამპანია, გიგი უგულავას კამპანიას გულისხმობ, რომელიც აგრესიული ის მანძილზე რამდენიმეჯერ იცვლიდა იმიჯს და ეს მუდმივად ჩანდა. აგრესიული იყო კამპანიურობას ვიზუალით შესაძლებელია და სხვათა შორის თუ თქვენ გახსოვთ ბოლო მომენტში უკვე დაიწყეს იმაზე ზრუნვა, რომ ძალიან დიდ რაოდენობას არ მიეცა ხმა. იმიტომ რომ რაღაცა გარკვეულ ფარგლებში ყოფილიყო, დიახ, არაადეკვატური შედეგი რო არ ყოფილიყო საზოგადოებისთვის. ამ აგრესიულობამ ეს მოიტანა. თუმცა არააგრესიული ლიდერის მოთხოვნა არსებობს და სხვათა შორის ასეთ მოთხოვნა მე მაგალითად ნაციონალური მოძრაობის ადგილას სწორედ ამ სტრატეგიას ავირჩევდი, რომ პირიქით ხელს შეუწყობდი ივანიშვილის გაძლიერებასაც და მისი გუნდის გაძლიერებასაც. ანუ რომ არ არსებულიყო ბიძინა ივანიშვილი, ასეთი ტიპაჟი უნდა მოეგონებინა თვითონ ნაციონალურ მოძრაობას, რადგან ამ შემთხვევაში ის მყარი ელექტორატი, რომელიც მას გააჩნია, უფრო უკეთესად შესაძლებელია შეკავშირდეს ნაციონალური მოძრაობა და თვითონ ნაციონალური პარტია ჩამოყალიბდეს დასავლური ტიპის ორგანიზაცია, დასავლური ტიპის პარტია. თუმცა ეს ალბათ გააჩნია რა მიზანი აქვს ამ შემთხვევაში კონკრეტულად. თუ მიზანი გვაქვს, რომ ვიყოთ 100%-ით პარლამენტში და ვიყოთ 195 წელი და 12 თვე. რა მიზანი დღეს თქვენი აზრით? გამომდინარე
დაუშვათ იმ კამპანიიდან რაც დაწყებული აქვთ, გამომდინარე თუნდაც საარჩევნო შეზღუდვებიდან, თქვენი აზრით რა არის დღეს ნაციონალური მოძრაობის და მიხეილ სააკაშვილის მიზანი? ძალიან ძნელი სათქმელია, იმიტომ რომ ეს ღიად არ არის გაცხადებული. სხვათა შორის ძალიან კარგი კითხვა. ძალიან კარგი, ხო. ისე უნდათ უმრავლესობით მოვიდნენ პარლამენტში, მაგრამ რატომ უნდათ ეს? თუმცა იგივე სურვილი გამოთქვა ბიძინა ივანიშვილმაც პოლიტიკაში მოსვლისთან. რასაკვირველია, ეს შეიძლება სურვილი, მაგრამ გაცხადებული რაღაც ხედვა სამწუხაროდ, აი ჩვენ არჩევნებზე 2010 წლის არჩევნებზე გავიცანით სხვადასხვა პარტიების პროგრამებს, მაგრამ გაცხადებული ხედვა, ისინი როგორ ხედავენ თავიანთ თავს მომავალში საქართველოს რეალობაში სამწუხაროდ არ არსებობს. არც მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად გამზადებული პროგრამა აქვს, წესდება აქვს და პლატფორმები აქვს ნაციონალურ მოძრაობას, ესეთი გაცხადებული ხედვა არ არსებობს. რა უნდათ ამ ქვეყანაში? რა უნდა გააკეთონ ამ სახელმწიფოში? აქედან გამომდინარე, ძალიან ძნელია დღეს გარკვეული ტიპის ესეთ გაცხადებულ ხედვაზე რაც ეხლა ხდება, ეს კანონმდებლობით მანიპულირება. რასაკვირველია პირველ რიგში ურტყავს ნაციონალურ მოძრაობას და მის იმიჯს და რასაკვირველია პირველ რიგში ურტყავს მიხეილ სააკაშვილს როგორც რეფორმატორს და დემოკრატ პრეზიდენტს. ანუ ფიქრობთ, რომ ეს მაინც მუშაობს ნაციონალური მოძრაობის საწინააღმდეგოდ. თუმცა შედეგობრივად როგორ იმუშაობს თქვენი აზრით? ანუ ფაქტია ის, რომ კანონმდებლობის მიზანი არის პოლიტიკური ოპონენტის ფინანსური რესურსის შეზღუდვა და მთელი კანონმდებლობა სწორედ ამაზეა აწყობილი. სამწუხაროდ. ერთია ვთქვათ, როგორ მუშაობს ეს ფსიქოლოგიურად თუ იმიჯურად, მაგრამ მეორეა რეალურად შედეგზე როგორ აისახება. ანუ რამდენად მოახერხებს მართლაც ივანიშვილის რესურსების შეზღუდვას ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მიიღეს. რამდენად იქნება ეფექტური ამ? პირველი ვერ მოახერხებს, იმიტომ რომ არ არსებობს სოფლიოში მთავრობა გარდა დიქტატორული რეჟიმებისა, რომელსაც შეუძლია ასეთი ტიპის შეზღუდვების რეალური განხორციელება, მონიტორინგი და მართვა. ეგ არის გამორიცხული თემა კუბაშიც კი და მიანმაშიც კი, სადაც სამხედრო რეჟიმები და დიქტატურებია, ასეთი ტიპის გარკვეული ფინანსები მაინც ჩდება. და აი ამ 8 წლის განმავლობაში, როდესაც ესეთი ტიპის შეზღუდვები არსებობდა, ბოლოს გამოჩნდა ფინანსურად ძალიან ძლიერი და გამართული პიროვნება, რომელსაც პრობლემები არ აქვს. აი ხა დღევანდელი რა ცვლილებები ხდება და ის შეზღუდვები და ბარიერები, რომელსაც უქმნიან ბიძინა ივანიშვილს, ეს შეიძლება შექმნილიყო სხვა ნებისმიერი პიროვნების მიმართ, იმიტომ რომ იმის ყურადღება გადაფანტულიყო. ამ ადამიანს შეუძლია ძალიან ბევრი ჯგუფის დაქირავება. ამიტომ ყურადღებას მას ვერ გაუფანტავ. თუ მაგალითად ეროვნულ საბჭოს რაღაცაზე ყურადღებას მიაპრობინებდი, იქ რაღაც პრობლემა შევქმნიდი, ამათ პრობლემა ქონდათ, იმიტომ რომ მთელი რესურსი გადადიოდა ამ პრობლემის ლოკალიზებისკენ. ბიძინა ივანიშვილს ასეთ პრობლემას ვერ შეუქმნი. ანუ მოქალაქეობის ჩამორთმევით და მისი არ მიცემით და დროის გაწევით რეალურად ვერაფერს ვერ იგებენ. ხვდებით რაშია საქმე? და მოუწევთ მოქალაქეობის დაბრუნება. რასაკვირველია მოუწევთ. მოდი დავამთავროთ. ივანიშვილმა გუშინ ასევე განაცხადა, რომ მოუწევთ. სხვა შანსი პირდაპირ შემიძლია განაცხადოს. სხვა შანსი მართლ პარტიას არ აქვს. იმიტომ რომ მაშინ არჩევნები იმ სამი ჯადოსნური სიტყვით ვერ შეფასდება. თუ არ ვერ შეფასდება, მაშინ ჩვენ გადავალთ შავი სიის ქვეყნების რიგში, ვიქნებით ჩრდილო კორეა, მიანმა, კიდე რაღაცა კუნძული, ნაურუ ალბათ და საქართველო. სხვაგვარად შეუძლებელი იქნება საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე იმართლო, რატომ არ მიცეს ბიძინა ივანიშვილს არჩევნებში მონაწილეობის უფლება. ამიტომ, მოდი ამაზე დავამთავროთ საუბარი. შეუძლებელია რომ ეს არ მოხდეს. დროს გაწელავენ, მაგრამ აქ ვერც ნერვებზე ითამაშებენ, იმიტომ რომ თუ კარგად ყავთ შესწავლილი ბიძინა ივანიშვილი, კიდევ ერთხელ ვიმეორე, ეს არის კრიზის მენეჯერი. ყოველთვის რაც უფრო მეტ კრიზისებს შევქმნით, მით უკეთეს გადაწყვეტილებებს მიიღებს. და ჩვენ ნახეთ თუნდაც იგივე მისი მეუღლის შემოსვლის თემა. რა ვიცი, 1000 გზა და მეთოდი არსებობს იმისათვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა თუნდაც მისი პიროვნების გარეშე მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა და ეს კიდე ისე დაანგრევს ნაციონალურ მოძრაობას, როგორც გარედან და საზოგადოების თვალში, ისე თვითონ მომხრეების თვალშიც კი, რომ ალბათ იმ ნიშნულსაც, რასაც ქვია, დაახლოებით მე ვარაუდობ, რომ 35-დან 40%-მდე შეიძლება მათ მიიღონ პარლამენტში, რაც ძალიან კარგი შედეგი იქნება. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ კი გამართლდება, ვთქვათ, ექსპერტთა ერთი ნაწილის ვარაუდი და მიხეილ სააკაშვილი
გადადგება თანამდებობიდან და ჩაუდგება ნაციონალების სიას სათავეში. ამ შემთხვევაშიც 30-40%. მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება უპასუხისმგებლო ნაბიჯი მიხეილ სააკაშვილის მხრიდან. რატომ? იმიტომ რომ ის ისტორიას აქვს გარკვეული ჟამთა სვლა და სწორედ ეხლა მთელ ქვეყანას, სახელმწიფოს და საქართველოს, რომლითთვისაც ნაციონალური მოძრაობა და ჩვენ ერთად ვიღვწვით იმისათვის, რომ დემოკრატიული და ჩამოყალიბებული სახელმწიფო გახდეს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს 2013 წელს პრეზიდენტის არჩევნები. იმისათვის, რომ დამკვიდრდეს ტრადიცია ხელისუფლების შვიდობიანი გადაბარების, რომელიც აქამდე არასოდეს არ მოხდარა. ამიტომ ის იქნება უპასუხისმგებლო ლიდერი თუ ამ ნაბიჯს გადადგავს. და მე ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილი ისტორიაში უპასუხისმგებლო ლიდერის სახელით არჩევა. ის მან აუცილებლად უნდა დაამთავროს. მე ვფიქრობ, რომ არა. მაგრამ თუ ის მაინც წავა ამაზე, რამდენად გაზდის ეს ნაციონალური მოძრაობის შანსებს საპარლამენტო არჩევნებში? მე ვფიქრობ, რომ და რა შემთხვევაში შეიძლება მან ეს ნაბიჯი გადადგას? ანუ უშვებთ თუ არა, რომ პარტიის გადასარჩენად ის მაინც შეიძლება წავიდეს ამაზე? მოდი შევხედოთ პრობლემას ეს, რას ეძახით პარტიის გადარჩენას. თუ პარტიის გადარჩენას ეძახით იმას, რომ 100%-ით აიღონ, ნუ ყოველ შემთხვევაში უმრავლესობით, რომელიც მათ სურთ. უმრავლესობით მაინც შევა ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში. იმიტომ რომ მათ აქვს სტრუქტურიზება, სტრუქტურული ერთეულები, კარგად გაწვრთნილი ადგილზე ადამიანები, პარტიული მუშაკები, რომლების მეშვეობითაც და გარკვეული ფანების რაოდენობა დაახლოებით, რომელიც არის დაახლოებით 20%, პლუს ამას გარკვეული ადმინისტრაციული რესურსიც რომ დავამატოთ. აქედან გამომდინარე, ალბათ ანუ არ იქნებათ ამის საჭიროება? მე ვფიქრობ, იმიტომ რომ შესაძლოა 5-6%-ით მომატოს, იმიტომ რომ მაინც მიხეილ სააკაშვილის პარტიაა და ამ გადადგომით იმდენად მძიმე შეცდომას ჩაიდენს თვითონ სააკაშვილი. არა მარტო თავისი მიმართ, არამედ სახელმწიფოს მიმართ, რომ ამას როგორც ჭკვიანი და გონიერი პოლიტიკოსი მე ვფიქრობ, რომ არ გააკეთებს. ძალიან დიდი მადლობა. სოსო გალუმაშვილი იყო ჩვენი სტუმარი. თქვენ უყურებდით და უსმენდით ეკაბერიძის რადიო საათს. მე 10 საათამდე გემშვიდობით. პირდაპირ საუბრის სტუმრები 10 საათზე იქნებიან ნოდარ ჯავახიშვილი და ია ანთაძე. 6 საათზე კი ჩვენს ეთერს გააგრძელებს საინფორმაციო გამოშვება. დროებით.